იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. აბადაო, რაკელი გამოიძახე სანტექნიკი? აბა ის მილით ყვილად ხო არ გამაფუჭე? ერთსული მაგროდეს მოვარ არაირი იქნება ნეტა. შეჩერდი თქვი, გაჩერდი ირინა. ოღონდ მომისმინე, ხა დაო შენ ყურადღებით მომისმინე. პირველი მე მიმიშვი, კაი? კაი, შენ რატო მე? არა, დაო, შენ არ იცი, კაცებთან ურთიერთობა აფრთხო. ირინა, ვიცი! არ იცი, ირმა, არა! გათხოვება, მე ვიცი რომ გინდა, მაგრამ შენ არ იცი, მე ვიცი როგორ უნდა შემოვიტყუო ოჯახში მამაკაცი, კაი, მაცდი? კარგი. იცი რა არის? იმედია მიხვდება რომ მარტო მილი შესაკეთებლად არ გამოვიძახეთ. აიფე, ირმა, თუ ვერ მიხვდება, მივახვედრებთ. ოღონდ ძალიან არა, კარგი? აი, მე ვაღებ. ცოტა ხანი გავჩერდები ერთით. გამოდი. თხილად. გამარჯობა. სანტექნიკი თქვენ გამოიძახეთ, ხო? სანტექნიკი? დიახ. ნუ თავიდან მოდი იყოს სანტექნიკი. არა, თავიდან რას ქვია ხარ? სანტექნიკი ხო ნამდვილად თქვენ გამოიძახეთ? ხო, მაგას გეუბნები იყოს თავიდან სანტექნიკი და მე რა ვიცი, რაღაცა სადამდეც გავშლით ფანტაზიებს, იქამდე მე რაც გინდა ის იყავი. თავიდან სანტექნიკი კი მობძანდი. ხო, შემეშალა უკაცრავად. რა ხდება ვერ გავიგე. მობძანდი. გამოდი. გამარჯობა. ნუ დააფრთხე. არ დააფრთხო. გამარჯობა. თქვენ სანტექნიკი ხართ ალბათ არა? შესაკეთებელი ობიექტი სად არის? აი იქ მე ვარ. ირინ რა ხდება ვერ გავიგე უკაცრავად. არა, უბრალოდ კეთილი იყო. ხო ნამდვილად სანტექნიკი. კი, აი აქ დიახ მობძანდით. მე მივაცილებ. აი აქ და გაფუჭდა, ნუ მიაცილებ, მე აქ ვარ უკვე. აი დასაფენი რომ მომიტანოთ რაღაც რა. დასაფენი. მე. შეგიძლიათ რომ როდის ხალბატონო? რა ხდება? თუდად ახა? წნება რა? არა, დასაფენიო და უბრალოდ ადექი რა, ადექი. მოდი. იცით მილი არის გახეთქილი და ჟონა. ნახავ ხალბატონო ერთი წამით. აი აქ. კი. ეს არის ხო? კი. ვაიმე, მარტო წვებით აქ. ერთი წამით. თულად არის საქმე? ნუ ხარ თულად არ არის, აგ ჩავხრახნი უცბად და ვაიმე, გასაკეთებს გაგმოტრიალდა. ერთი წუთით გამოდი და აი ხა ჩავხრახნი ამას და უკაცრავად. დიახ. შეგიძლიათ რომ კითხე რაც გინდა. შეგიძლიათ რომ მე ჩამხრახნოთ თვითონ გულში და ეს სიტყვა სიყვარული რო ჩახრახნით ჩაიმაროს. გამოდი აქეთ რა პირდაპირი ხარ დაო? ირინა დამცხა. ირინა დამცხა. მოიწესა, სანამ დაიწყებთ ამის გაკეთებას. დიახ. ყავა ხო არ დაგველია? არა, გამოძახებაზე როცა ვარ, მარტო საქმეზე ვარ ორიენტირებული და ხო, მაგრამ ყავას რო დავლევთ, შეიძლება სხვა საქმეც გამოგიჩნდეთ, უფრო სასიამოვნო. ირინა. არა, ხალბატონო, მადლობა. ირინა ვეღარ ვუძლებ დამცხა ირინა. რა ვქნა, გავაღო. არა დაურავ და გააღო. ძლივს 40 წლის ასახში პირველად დამცხა. და გააღე. ფანჯრები გააღე. ფარდებიც გადაწიე. არა, ვერა. რატო? ვერა, გოგო, ისა კაცი გამოჩნდება და. რა, უნდა გამოჩნდეს, უნდა დაინახონ, რომ ამ ოჯახში კაცია. ძალიან კარგი. უცხო კაცი და? მნიშვნელობა აქვს, თავარია ხო კაცია. არა. ისე წინა სანტექნიკი ვერ დაგვეხმარა. რატო? აშკარად არ იცოდა ხო თავის საქმე? არა, თავის საქმე იცოდა, უბრალოდ ცოლიანი იყო და ამიტომ არ გამოვიდა. ხო, მართალი ხარ. რას ფიქრობთ? გამოდის? კი, გამოდის ყველაფერი. მეც დაგეხმარები. არა, არ მინდა დახმარება იყო. მარტოც გავაკეთე ნებისმიერ საქმეს თავს. ირმა, რა დღეში ხარ? გავხურდი. გამათობლის ქვაბივით გავხურდი.
აღარ შემიძლია. გათმობის ქვაბების გაკეთება გინდათ თუ მე მარგაზე არ მუშაობ უბრალოდ რა. არა, გათმობის ქვაბი არა. ირინა მეშინია რომ თერმოსტატი ვით არ გადავიწვა და არა უფეთქდა. გეშინია. ძალიან. აი. არა უშავს. დაუწერთ ტემპერატურას ხო? დავარეგულირებთ ხო? ისა, თქვენ ზოგადად მარტო დადიხართ გამოძახებებზე, ანუ არავინ არ მოგყვებათ, მამაკაცი? არა, დამხმარე არ მჭირდება, ნებისმიერ საქმეს თავს მარტო ვართმევ რა. მარტო შეგიძლია? აი ეს ძალიან მაგარია, ძალიან მარტო. უკაცრავად რა გინდა? როგორი ტანი აქვს შეხედე? გოგო ეს ოჯახს დაანგრევს ალბათ. არა, დაანგრევებზე მე არ მუშაობ ქალბატონო. არ თქვენ? ხო, ეს ძმაკაცი მყავს პერფერატორი აქვს მაგას და ნებისმიერ ამას დაანგრევს რა ეგა რა. მართლა? ხო, კი. აუ, შეგიძლიათ ნომერი მომცეთ? ამ წუთში გინდათ? არა, ამ წუთში თქვენც მეყოფით, მაგრამ ზოგჯერ ძალიან უნდება ორგანის დანგრევა. და აი მე რო აი მაგ დროს რო დავუგეკო ხოლმე. მეორე ტელეფონში მაქვს ნომერი და მე მოგცეთ მაშინ რა. აი, მე ვაიმე რა. მიდი კითხე, აბა კეთდებათ ხო? გოგო, ვერ ვაინტერესებს თუ რა? ბიჭო. კეთდება? ხო, ცოტას და გაკეთდება ქალბატონო, რა ვიცი. მაშინ დაგეხმარებით. არა, არ მინდა იყოს, არ მინდა. არა, რატო დაგეხმარებით? სად აკეთებთ? ხო, რა ვიცი, ხო ეგრე ძალიან გიდათ, ამეხმარეთ, არ არის პრობლემა. კარგი, დამეხმარები. რას გკეთებ? რა ხდება ქალბატონო, ვერ არ გავიგე. ვიცი, გააკეთეთ რა, რა ვიცი. კი, გავაკეთებ. თულად არის რა. რა ვიცი, ისედაც რაღაცა. ოხ. ძიმეთ არის თუ რა? აბა, რა არის გასაკეთებელი? სად აკეთებდით ამ? რამე სპექტაკლია ქალბატონო, თუ რა ხდება, ვერ გავიგე. არა, უბრალოდ საშინაო ტასაცმელი ჩავიცი რომ დაგეხმაროთ. შემიძლია გავიხადო ისევ და გამოვიცვალო. არ მინდა ქალბატონო, ეცა კაბარეს მოცეკვავეს გავხად, რა არის? ეს არის საშინაო სადაც ანისამოსი თუ რა. დიახ. არ იყოს, რა გამოიცვალოთ არაფერი რა. კარგით. რა ხალხში მაქვს საქმე. მე როგორც ვამჩნევ, თქვენი მუშაობა ცოტა ძვირად ფასდება, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ახლა ანუ თანხა ბევრია გადასახადი? რა თქმა უნდა, გააჩნია ხა რა არის გასაკეთებელი და აი ეს რა ჯდება მაგალითად ეს ყველაფერი? ნუ ეს ერთი 350 ლარი დაჯდება ალბათ რა. ხო, იცით რა არის? ჩვენ არ გვაქვს ამდენი თანხის საშუალება და შეიძლება რომ სხვანაირად გადაგიხადოთ თვითონ ამის შეკეთება. არა, ფულს ავიღებ რა ამ ეტაპზე ჯობია რა. ეს გეია? გეი კი არა, მე მგონი შტერია, გამოდი. ეს რა არის? ეს არის ბრყელტუჩა. სკელტუჩა. არა, ქალბატონო. თვითონ იარაღს ქვია ბრყელტუჩა. იარაღს? ხო, ანუ იარაღს ქვიდა არ ქვით ესე? ვაიმე რა გარყვნილია. დეგენერატია ხო? პალტუჩა დავარქვი. აუ, ერთი წუთით შეგიძლიათ გასწორდეთ. რაღაც მინდა გითხრათ. დიახ. იცით, თქვენ ხართ პირველი სანტექნიკოსი ჩემ ცხოვრებაში. ანუ პირველად გაფუჭდა უნკანი, თუ რას მეუნებთ, ვერ მივხვდი. აი, მე იდიოტია. თქვენ დაოჯახებული ხართ? დიახ, ორი შვილი მყავს? ჩვენ ხო ბედი არ გვაქვს რა. და ცოლი? ცოლს გაშორებული ვარ. ცოლს აუ, აგაშენა ღმერთმა. აი ეს. მოკლედ, ირინა, ჩემოდანი სად არის? მოკლედ, თქვენს გვერდით მიგულეთ, რაც საჭირო იქნება. აუცილებლად, რაც დაჭირდებათ ბავშვებს, მე აუცილებლად მზადყოფნაში ვიქნები. მე თუ არ მეცლება, ირინა ჩემს ქალბატონო, ერთი წამი, სად მიდიხართ, ვერ გავიგე. თქვენთან სახლში ბავშვებს დედა ჭირდებათ. რა დედა ჭირდება? არ მithქვამს მე, დედა ჭირდება რა ბავშვებს. მნიშვნელობა აქვს თქვენ თვითგვარად? უბრალოდ ბავშვებს დედა ჭირდებათ. მორჩი მიაქვს საქმეს რა. ბავშვებს დედა ჭირდებათ. რა დედა ჭირდება? ვერ გავიგე. ძალიან ჩქარო, ვიცი, დაჯექ ცოტა დასტავ. მაგრამ დედის გარეშე ბავშვები ირინა ხო იცით? კარგი რა. მოდი, იცი რა მე რას ვფიქრობ, დადე ერთი წუთით აქ და მაცადე. იცი რას ვფიქრობ, მორჩით ანუ აქ ყველაფერს. ვამთავრებ და თუ დამამთავრებინებთ, კარგი იქნება რა. იცი რას ვფიქრობ, დღეს რო დარჩეთ ჩვენთან, რომ 24 საათი დავაკვირდეთ.
არ გაჟონოს. ანუ არ უნდა ქალბატონო დაკვირება თუ რაღაცა დამირეკეთ და მოვალ ეგრევე რა თუნდა დარჩენა ახლა. არა, ხვალ შეიძლება გვიან იყოს, იმიტომ რომ ელექტრიკოსი ყავს გამოძახებული. გავიგე ქალბატონო და თუ რამე დამირეკეთ და მოვალ მეთქი. მეტი რა გავაკეთო ახლა, ხო? რომელ ნომერზე? რამე სხვა არ შეჭამთ? არა, არ მშია ქალბატონო. გეხვეწებით, მოურჩები ამ კაუს საქმეს. მაშინ მოდი რა, მიირთვით რა. იცით, აი როგორც საკუთარ სახლში ისე იგრძელით თავი. ირინა დამეხმარე. არ მინდა ქალბატონო, მართლა გეუბნებით, არ მინდა. როგორც საკუთარ საძინებელში. მორჩით, გავიგე, არ მინდა. მოურჩი ქალბატონო, მოურჩი ვსიო ეგ არის რა, წყალი მოვა. აი მე მგონი მიდის. არა, მობძანდით რა, დაბძანდით. როგორც თქვენს ოჯახში. უწუხდებით ქალბატონო, არ მინდა არაფერი. და სიყვარულით. გავიგე, არ მინდა ქალბატონო რა, მართლა. ვერ გავიგე? არ მინდა არაფერი მეთქი რა. ფულს ავიღებ და წავალ უბრალოდ რა. ირინა, ანუ ესე უცებ მოხვალთ, ფულს აიღებთ, თქვენ საქმეს გააკეთებთ და წახვათ და მორჩა? რა გინდათ ქალბატონო? იდიოტი ხარ. რა იდიოტი ხარ. რა ხდება? რა ხდება? აი ესე უცებ ერთი ხელის მოსმით გაანადგურა ყველაფერი. გავადი, ვინ გონი ვარ თქვენ? მოვედი და შენ რა გინდათ? ვერ გავიგე ხა. მოვედი და ფული უნდა ავიღო, ჩემი საქმე გავაკეთო და წავიდე. რა გინდათ? ვერ გავიგე. მოურჩი ქალბატონო. დაბძანდი რა, ცოტა ხანი არ წახვიდე. დაჯექი? ვაა, ხო რაღაც ისე ვისაუბროთ რა სანამ წახვალ. ბავშვის სახელი მოიფიქრე. რა უნდა ქალბატონო? რა ბავშვის სახელი მოვიფიქრო? ვერ რა გავიგე. უნდა მართლა? რა ბავშვის სახელი მოვიფიქრო ქალბატონო? სახელი. ხო და რა სახელი, რა თმინდა ბავშვის სახელი კაცო? რა ხდება ქალბატონო? თქვენ მაინც მითხრა. მე გოჩა მინდა. კაი სახელია. მე ხა წავალ აქედან. აი ერთი წუთით. რა ერთი წუთით ქალბატონო, ეხლა რა ბავშვის სახელი? არა, რა. ვულკანის გამო გასაკეთებლად გამომიჯახდა ბავშვის გაკეთებინა თუ რა ხდება? თავი დამანებეთ. გაჩუნდი. მოდი ერთი წუთით რა, სახელზე აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ მაქვს. რაც გინდა ის დაარქვი, კაი? ოღონდ ბავშვი აუცილებლად ძალიან კარგ კერძო სკოლაში უნდა შევიყვანოთ. არა, თავიდან შეიძლება საჯაროში. არა, იცი თავიდანვე ჯობია ბავშვს რაღაცა საფუძველი კონდეს დაწყებითებში. ხომ კაი, მაგას გადავწყვეთ ერთ. მოდი თავიდანვე ბავშვს მამა რო არ ყავდეს ჯობია. ვაიმე, არ კარგად იყავით რა. თავი დამანებეთ. არა! მე რა შენი. მე რამდენეთ? რა ვქნათ ახლა? გაიქცა ესეც. შენ გააქციე რა, ბავშვის სახელი, რა ბავშვის სახელი. ეხლა რა ვქნათ? მოდი მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. ეხლა გქონდეს ეზო? ეზო? ხო, ეზო. ეზო რა თქვინდა დაო? ეზოში დიდი ბაღი გვექნებოდა. აი მე ძალიან კაია, მაგრამ მე გამოვიძახებდი მე ბაღეს. აბა ამ ერთ სანტექნიკოს ვერ ვიყოფთ და რა ვქნათ? ხო. თან მე ბაღეზე ისეთი კარგი 10 წუთიანი ფილმები მაქვს, ნანახი. Even მეც. აი ბაღი არა გვაქვს. ეხლა რა ვქნათ? კი, მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. მოდი, საჭმელი გამოვიძახოთ და კურიერს დაველოდოთ. არ მინდა. რატო და? სულ ინდუსებს მოაქვთ. ხო, მაგრამ მოდი ამ ერთხელაც ვცადოთ და კარგი გამოიძახე. ოღონდ ფოტოზე თუ არ მოგეწონა გააუქმე. ხო, რა და თუ არ მოგვეწონება ეს კურიერი, აი შაურმა მაინც შეგრჩება. ტიტანიკი მინდა ბევრი ხახვით და მეორით. ვიძახებ მე ყველაფრით ორმაგი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.